გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმის ცენტრალურ პარკში კოლონადებთან და თქვენ კადრში ხედავთ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს საპროტესტო მარში ბათუმის ევროპული მსვლელობა არა რუსულ სპეცოპერაციას, ასე ქვია დღევანდელ აქციას, რომელიც დაგეგმა 8 პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც არ მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ აქციის ორგანიზატორები ასევე არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ყოველდღიურად არიან ქუჩაში უკვე 240 დღეზე მეტია უწყვეტი აქცია მიმდინარეობს ბათუმში, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც. ქუჩაში გამოსული ადამიანები ყოველდღიურად აპროტესტებენ ქართული ოცნების ანტიდასავლურ კამპანიას და ისინი ამბობენ, რომ მანამ იქნებიან ქუჩაში, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ვიცით, ეს ორი მოთხოვნა არის, უпростоრად რამდენიმე მოთხოვნა არის და ორი მთავარი ძირითადი მოთხოვნა არის პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის დღემდე სადაო და მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს საპროტესტო მარში, საპროტესტო მსვლელობა დაიწყება ბათუმის კოლონადებიდან, ცენტრალური პარკის შესასვლელი არის ეს ტერიტორია, რომლის შემდგომაც მოქალაქეები ქუჩაში მსვლელობით გავლენ და ასე ამ ფორმით საზოგადოებას მიაწვდიან თავიანთ სათქმელს, რაც უკვე აქვთ ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია, საპროტესტო მსვლელობას აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, ასევე მსვლელობის პარალელურად ჩვენ მოგესმენინებთ აქ შეკრებილი საზოგადოების მოსაზრებას, ნახოთ რას ფიქრობენ ისინი და რა მოთხოვნები აქვთ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, რა ტიპის გზავნილები არის იმ აქციაზე, რომელიც იმართება დღეს ბათუმში და გეგმის მიხედვით დღეს უნდა იყოს საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო აქცია. მოდით დავიწყოთ უკვე მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა, მათ შორის პერიოდულად მოგესმენინებთ პოლიტიკოსების მოსაზრებებსაც. გენრი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა დღევანდელი შეკრების მიზანი, მიზეზი და რა არის მთავარი გზავნილი? პირველი მიზანის და მიზეზიც არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნაცვლად ეხა შედან ციხეში, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის ეს ადამიანები სასწრაფოდ არის გამოსახსნელი. მეორე მიზანი ამ აქციის გახლავთ ის, რომ არ შეიძლება რეჟიმთან თანამშრომლობა და რეჟიმის თანამზრახველობა. მაშინ, როდესაც დამკვირვებლებიც ყავდა, მედიაც გაცილებით უფრო ფართოდ აშუქებდა ამ ყველაფერს, ნაკლები ზეწოლა იყო, მაშინაც კი მოახერხეს არჩევნების გადაწერა და იმ პასუხის დაფიქსირება, იმ შედეგის დაფიქსირება, რაც აწყობდა რეჟიმს. შესაბამისად, ამ მომენტში, ამ მოცემულობით, ფარათი, რუსული კანონით, არა ეუთოოდირით, ვფიქრობთ, რომ ფარსი არის, ეს არ არის არჩევნები და არც ერთი მუნიციპალიტეტის გამოგლეჯა არ არის შესაძლებელი, ეს წინას არ არის ყოველთვის ცნობილი და კიდეც რო გამოგლიძოთ ეს საერთო ჯამში არაფერს არ შეცვლის. ამიტომ არა თანამშრომლობას, კანონმდებლობა, ძალების მოკრება და ისევ ხელახალი შეტევა, იმიტომ რომ მასშტაბური აქციები და გარე ზეწოლა დაასრულებს ამ ყველაფერს. მადლობა, გენრი დოლიძეს უსმენდით თქვენ და მის მოსაზრებას, გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, დღევანდელი შეკრების მიზანი და გზავნილი რა არის და რას ეუბნებით ამით ქართულ ოცნებას? ქუჩაში უკვე არის საზოგადოების დიდი ნაწილი 240 დღეზე მეტია. იცით რა, დღევანდელი შეკრების მიზანი არის აი ეს ხოცების ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, აი ეს რაღაც სრულიად არალეგიტიმური და არასწორი ეს შემოჩეჩებული არჩევნები, ეს მიმართ პროტესტი. ეს არის დღევანდელი შეკრების მიზეზი და კიდე მესიჯი მუდმივად არის ის, რომ უბრალოდ ქართული ოცნება მთავრდება, ეს მხოლოდ დროის ამბავი და ჩვენი ყოველი აქ მოსვლით ამას კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ დაინახავთ, თუ არ დაინახავთ, მათთვის უარესი, თუ დაინახავენ, რაც მალე დაინახავენ, მით მალე დაისვენებენ ისინიც და ქვეყანაც. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თემურ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენი სათქმელიც რომ გითხრათ, დღევანდელი შეკრების გზავნილი რა არის, რას ეუბნებით ამით ხელისუფლებას
რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არის არალეგიტიმური. თავარი გზავნილი სწორედ ის არის, რაც თქვენ აღნიშნეთ და ეს არჩევნები, რასაც ისინი გეგმავენ, არის ფარსი აბსოლუტურად. და გინდა ხაზი გავუსვათ კიდევ ერთხელ, ამ ფარსში შესვლა არ არის მომგებიანი და უნდა გავაგზავნოთ იმის კეთება, რაც ამდენი თვის განმავლობაში გვიკეთებია. უნდა მოვითხოვოთ პოლიტპატიმრების თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, ახალი და სამართლიანი არჩევნები და ამ ფარსში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფრით არ უნდა შევიდეთ. ეგ არის ალბათ თავარი გზავნილები, რაც დღეს ყველა პარტიას აქვს. და ვფიქრობ, ამ ეს გაერთიანება გავა იმ რეზულტატამდე, რაც ყველას მოგვიდა სასურველ შედეგს. ასეკებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის მთავარი სათქმელი აქ შეკრებილი საზოგადოების, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს. სხვა შემთხვევაში არაპირებენ, რომ და წავიდნენ სახლში და ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ, შეუძლებელია, რომ არ შესრულდეს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ დღევანდელი შეკრების შესახებ, რა გაქვთ თქვენ სათქმელი და რატომ ბათუმიდან ქართულ ოცნებას რას ეუბნებით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე ბათუმში, იქნება დიდი მარში, რომლის მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ბათუმის ისეთი ქალაქი, როგორც ბათუმია, ისეთი ქალაქი, რომელსაც ყავს მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი, ბათუმელების რედაქტორი და ხელისუფლების მთავარი სამიზნე დღეს არის სწორედ ბათუმელები და ნეტგაზეთი ბათუმელები, რომლებიც წლებია უკვე უდიდეს საქმეს აკეთებენ არა მარტო ბათუმისთვის, აჭარისთვის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით უდგანან ადამიანებს გვერდში. აი სწორედ ამიტომ, რადგან გუშინ იყო მზიამაღლობელის პროცესი, ყველამ ვიცით და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბათუმში კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენი მთავარი სათქმელი და ამ მარშის მთავარი მიზანი და სათქმელი ეს არის, რომ სოლიდარობა პოლიტპატიმრებს აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი რომ გათავისუფლდეს, რადგან არც ერთ მათგანს არანაირი დანაშაული არ უმტკიცდება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ოცნებასთან ამაზე საუბარს აზრი არ აქვს და მათ არ სჭირდებათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მზია ამაღლობელი ყავდეთ პატიმრობაში უკვე რამდენი თვეა და სხვა პატიმრები ასევე და ასევე ჩვენი მთავარი მარშის მიზანი იმ ოპოზიციური პარტიების, მხარდამჭერების, აქტივისტების მთავარი სათქმელი დღეს აქ შეკრებილი ვინც არის, ეს არის არარუსულ არჩევნებს, ბოიკოტი იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. ეს არის უბრალოდ რაღაცა სიმულაცია, რომელიც უნდა ქართულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას შემოგვასაღოს, შემოგყიდოს როგორც არჩევნები. ეს უნდა მას ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს აბსოლუტურად არჩევნებთან, ბიძინა ივანიშვილს რაც დაესიზმრება წინასაღამოს, იმას დაუწერს ნებისმიერ მონაწილეს ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. ამიტომ ბოიკოტი არჩევნებს, ბოიკოტი რუსულ სპეცოპერაციას, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. მადლობა, ნათია ლეთოდიანის მოსაზრებას ისმენდით თქვენ, ასეთი არის აქ შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, კეთილი, გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენი სათქმელი და მოსაზრება რომ დააფიქსიროთ, რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და მათ შორის მთავარი გზავნილი რაც არის, თქვენ უერთდებით თუ არა და იზიარებთ თუ არა ამ მოთხოვნებს. გამოუშვან ყველა პოლიტპატიმარი, ყველა ახალგაზრდა. იმ ბავშვებს არაფერი არ ეწაქმება ციხეში და მით უმეტეს მზია ამაღლობელს. აი ეს არის ჩვენი უპირველესი და ჩვენ ყველას კიდე გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ? ყველას უნდა, მე მგონი არა? და ჩვენს მთავრობასაც, ასევე ჩვენს გვინდა ევროპა. ასეკებია, მადლობა. თქვენც რომ გითხრათ თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ, რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნებისთვის და ასეთი ტიპის მარშები რამდენად არის მნიშვნელოვანი, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, აქ არის საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი და ჩვენი ეროვნული ცნობიერების გაძლიერება, ჩვენი ევროპულ ორბიტაზე დაბრუნება და არა რუსეთის
ბოსტანში ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა ჩვენი ეროვნული ინტერესების გაღვივება ევროპასთან ერთად. და თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რეჟიმის პატიმრებს, ხვეებს, მზია ამაღლობას, რომელიც სიმბოლოდ გადაიქცა ეროვნული მოძრაობის და თავისუფალი სიტყვის. აი ეს გვინდა ჩვენ. ერთი სილის გაწმისათვის ქალი ასე არ უნდა იჭებოდეს და რა სამარცხინო განცხადება გააკეთა გუჩინ გებუაძემ, როცა თქვა რომ 700 პოლიციელი უნდა გადარჩეს მისი სილისაგან, სილის გაწმისაგან. ნუ თუ მზია ამაღლობელი ასეთი საფრთხეა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ, რას აფიქსირებთ თქვენ აქ მოსვლით და რას ეუბნებით ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას ვეუბნები, რომ ჯერ მოდი ქალები გავთხოვდეთ და მერე გავათხოვოთ კაცები. ოკეი, პირველი ეს მინდა უთხრა და მინდა უთხრა, რომ ესეც სისულელებს ხალხს ნუდებენ თავში. ჩავიდნენ მაგალითისთვის ხორვატიაში და ხორვატს უთხრა, რომ მე თქვენ უნდა დაგიკანონოთ ერთსქესიან ქორწინებაო, დამიჯერეთ საზღვარს ვერ გამოასწრებენ. ანუ იცოდეს ხალხმა და ქართულმა ოცნებამ ევროპაში არის ევროპული ქვეყნები, არა ურჯულები, არამედ მორწმუნე ქრისტიანები, სადაც არ არსებობს ეს კანონი და ამით ნუ უტენიან ხალხს რაღაც სისულელები თავს. მაგათ ურჩევნიათ მიხედოთ ჯანდაცვის სისტემას და მიხედოთ საწყალ პენსიონერებს. და ადამიანებს უფლებები დაიცვან. თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს, ეს რაც ხდება არ არის ღობის ჭხირი და სხვისი ჭირი, არამედ ეს არის ჩვენი დემოკრატიის შუქურის ბოლო გაფარჩხალება, ესე რომ ვთქვა და მადლობა ყველა ვინც არის და გამოდით ბათუმიდან ვართ კი? ბათუმლებო გამოდით და დაიცავით თქვენი ქვეყნის დემოკრატია. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. დიახ, ასეთი არის საზოგადოების სათქმელი, რომ ისინი ქართული ოცნების პროპაგანდას არენდობიან და ამბობენ, რომ არავინ აძალებს არც ერთი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ერთსქესიანთა ქორწინების კანონის მიღებას და ეს არის უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი. ბატონო მურმან, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა დღევანდელი თქვენი სათქმელი რა არის, რას ეუბნებით ქართულ ოცნებას და აქ გამოსული საზოგადოება დღეს რას აფიქსირებს? არაფერი. უწყოტობა გრძელდება პროტესტის და უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ არ ვაიძულებთ ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება გადადგეს, რევითი მთავრობა შეიქმნას და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ძირითადი მოთხოვნა. სანამ ეს არ შესრულდება, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება ამ აზრზე. შესაძლებელია რაოდენობრივად მარშებში, შეკრებებში ეს რაოდენობა არ ფიქსირდება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ასეთია. აქ შეკრებილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს იმას, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ეს არის მაშინ კოლაბორაცია ხელისუფლებასთან და იბრძოლოს ბოლომდე. ეს დღეს 2 აგვისტოა. ხვალ სხვა მარში დაინიშნება, ზეგ სხვა, შემდეგ სხვა და ასე შემდეგ. ანუ უწყოტობა უნდა გაგრძელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდი მადლობა უნდა გადავუხადო უპირველესად ყოვლისა პოლიტიკურ პატიმრებს. მათი მტკიცება, რომ არავინ არ დაიხია უკან, რომ მათი აზრი არ შეიცვალა. ფიქრობენ ისინი ნამდვილად პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი სწორად იბრძოდნენ. ეს ძალიან мотиваციაა, მაღალი мотиваციაა იმისათვის, რომ საზოგადოება ხშირად შეიკრიბოს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, ყველა ქალაქში და ხელისუფლებას უთხრას, რომ ის არის არალეგიტიმური. ჩვენ ამ უწყოტობით სწორედ მივახციეთ მთავარ მიზანს. ლეგიტიმაცია არ აქვს შიგნით, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ქართველი ხალხის პარტნიორების მხრიდან, ქართული საზოგადოების პარტნიორების მხრიდან მათ ლეგიტიმაცია არ აქვს. თუ დააკვირდებით, საქართველოს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ქონია იმ სახელმწიფოების მეთაურებთან, ვინც საერთოდ დედამიწაზე ქმნის პოლიტიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს უწყოტობა გაგრძელდება, ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დასრულდება მალე. მადლობა, მურმან დუბაძის მოსაზრებას ისმენდით. თქვენ გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. ბატონ ლევან, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა დღევანდელი შეკრების სათქმელი გზავნილი რა არის
და რას ეუბნებით ამის ქართულ ოცნებას, რომელიც ყოველჯერზე ცდილობს, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ნებისმიერი ფორმით. ქართულ ოცნებას ვეუბნებით იმას, რომ საქართველოს საზოგადოება იმ ნაგავს, რასაც ისინი ტყუილად უწოდებენ არჩევნებს, აღარ ყიდულობს, მორჩა და არ გაყვება აი ამ სპეცოპერაციაში, რასაც ისინი აპირებენ რომ ჩაატარონ. ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლისველი არის პრინციპულ, უკომპრომისო და სახალხო დემოკრატიის ველზე და არა აი ამ რაღაც ფარში მონაწილეობაში. მადლობა, ლევან ცუცქირიძის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ, რომელიც წარმოადგენს თავისუფლების მოედანს. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში იმართება ევროპული მარში, ბათუმის ევროპული მოძრაობა და ამ მარშის მთავარი გზავნილი არის არარუსულ სპეცოპერაციას. ზია, მოგესალმები, გვითხარით თქვენი სათქმელიც, რას ეუბნებით აქ გამოსული საზოგადოება ქართულ ოცნებას და რა არის თქვენი სათქმელი? ჩემი სათქმელი ერთადერთი ის არის, რომ მოშორდნენ რუსეთის დაკვეთით მოსული მთავრობა საქართველოს, გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრები, პოლიტპატიმრები, ანუ რეჟიმის პატიმრები. პირველ რიგში მზია ამაღლობელი მართლა საქართველოს ისტორიას არ ღირსებია არასოდეს, რომ ქალი გამხდარიყოს მამაკაცის მიერ ბრალდებული უსამართლოდ და ყოფილიყოს ციხეში და მიცენ საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველ ხალხს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომ თავისი სახელმწიფო მართონ ქართველმა ხალხმა და არა რუსეთის მიერ დაქირავებულმა ამ კვლელებმა, ბანდიტებმა და მოძალადეებმა. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. მადლობა მზია. მიშა, მოგესალმები, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით დღევანდელი სათქმელი რა არის თქვენი ნაციონალური მოძრაობის და მათ შორის საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს ქართული ოცნების არჩევნებს, რომელიც მან ჩაატარა და ასეთი პროცესები რამდენად არის მნიშვნელოვანი, მარშები, გულისხმობ ქუჩაში გამოსვლა, უკვე 240 დღეზე მეტი არად საზოგადოება არის ქუჩაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ ბოლო არჩევნებისმა გვაჩვენა კარგად, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი არ აძლევს ჩვენს მოქალაქეებს თითოეულ ჩვენთაგანს არჩევანის გაკეთების უფლებას. ერთადერთი გამოსავალი რაც არის, ეს არის ქუჩის პროტესტი. კარგი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ასანქცირებენ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვითონ ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქს, თუმცა მნიშვნელოვანი არის ქუჩის პროტესტი. ფიქრობდა რუსი ოლიგარქი და რუსული ოცნება, რომ დაიღლებოდა ხალხი პროტესტი შენელდებოდა, სწორედ ამიტომ უფრო და უფრო ეხლა პროტესტმა უნდა მოიკრიბოს ძალა, რაც შეიძლება ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის თანხმდებოდა ერთობას და დღესაც ჩვენ აქ ვართ და ყოველთვის ვიქნებით ერთობის გვერდით და ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ერთობა და ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ბრძოლა უნდა იყოს გამარჯვებამდე. ნახოთ, შემდეგ დღეებში დათმობაზე წავა თუ არა რუსული ოცნება, თუმცა ვხედავ ჩვენ გუშინაც ქალბატონ მზიას პროცესზე გააჭიანურეს კიდევ ერთხელ პროცესი და არაერთი პოლიტპატიმარი გვყავს, ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ხო, ევროსაბჭო რეზოლუციაში წერს, რომ პუტინის პირადი პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი და რუსული ოცნება ხელს უწყობს კიდევ ამ პატიმრობის გაგრძელებას. ამიტომ საბოლოო მაინც ექნებათ ის, რომ მოუწევთ თავიანთი მილიარდების ეხლა რისი შეკრებაც დაიწყო კობახიძემ, დინარაძემ ბიძინასთვის, ჩვენ ვხედავთ ხო, აჭარაშიც რაც მოხდა ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე სადამდე მიიყვანეს, ჩვენ წლებია სულხან დამეთანხმები საუბრობდით სისტემურ კორუფციაზე აჭარაში და ხელს უწყობდნენ. თუმცა ეხლა გაახსენდა ბიძინას, რომ ეს მილიარდები ამოსაღები აქვს და ვხედავთ სადამდეც მიიყვანეს თორნიკე რიჟვაძე, ხო? ნახოთ წინ როგორ განვითარდება მოვლენები. საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს დათმობა და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად. ბრძოლა იქნება გამარჯვება. მადლობა მიშას პოლკაძეს უსმენით. მოგესალმებით ქალბატონო. კეთილი. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეგიძლიათ რომ დაგველაპარაკოთ. კეთილი. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ დღევანდელი თქვენი აქ მოსვლის მიზეზი რა არის? რა გაქვთ სათქმელი და რას ეუბნებით ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას, რომლისთვის ეს სახელიც კი არის მოფერებითი, ანუ მოდი რეალობას დავარქვათ თავისი სახელი, კრიმინალურ რეჟიმს, კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც
ძალადობით აქვს მიტაცებული საქართველოს სახელმწიფო ვეუბნები, რომ ცივილურად გამოყვნენ ჩვენ მოთხოვნებს და ცივილურად დანიშნონ ახალი არჩევნები, გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და მოგცენ საშუალება, რომ გავისტუმროთ წარსულში. ხო? ეს არის ყველასი ჩვენი პასუხისგებლობა, ეს არის ყველასი ჩვენი შეცდომა და ძალიან ბევრი ადამიანი მზად ვართ, რომ ავიღოთ ეს პასუხისგებლობა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ეს საქმე და ჩავაბაროთ წარსულს კრიმინალური მმართველობა საქართველოში. არ შეიძლება, ეს არ არის მარტო ეროვნული იდენტობის რომანტიკა, რომ ჩვენ ქართველები როგორ შეიძლება რუსები გუმართავდნენ. არავინ არ უნდა გუმართავდეს. ჩვენ ვართ თავისუფალი ცივილიზებული ადამიანები 2025 წელია და ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება. და ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები და ჩვენ თავს უნდა ვმართავდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, შესწავლებს მომავალშიც დაუშვებთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ადამიანური გადაცდომები, მაგრამ ესეთი ტოტალური, რომ ჩალით იყოს ქვეყანა დახურული, ეს არ უნდა მივქაროთ. ეს არის ნამეტანი. და სასწრაფოდ ყველამ უნდა, არ ვიცი, ვისაც რა შეუძლია, დაწყებული ელემენტარული ხმის ამოღებიდან დამთავრებული აქციაზე გამოსვლით, უნდა ყველა ღონეს მიუმართოთ, რომ როგორც ეს დღეს პრაქტიკულად შესაძლებელია და მართლა შესაძლებელია, ქართული ოცნება მშვიდობიანად გავისტუმროთ და ავიღოთ ქვეყნის სადავეები ხალხმა ხელში ისევ. მოვიდეს ის პოლიტიკოსები მოვიდნენ, ვისაც ხალხი სამართლიანი არჩევნებით აირჩევს. ვისაც ხალხი აირჩევს, ისინი მოვიდნენ. ისინი თუ კიდე არ გამოდგებიან, მაგაზეც პასუხისგებლობას ავიღებთ და კიდევ ვიმუშავებთ. ეს არის ჩემი სათქმელი. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სიალა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ. გითხარით, აბა, რა ზეუბნებით მორიგჯერზე ქართულ ოცნებას და რა მნიშვნელობის არის დღევანდელი შეკრება? ჩვენ რეალურად 247 დღეა, მე მგონი, შეიძლება ამერიოს 47 დღეა ქართულ ოცნებას ხელისუფლებას შიმყოფ, რა ვიცი, ამ ბანდიტურ დაჯგუფებას ხობთ, რომ გაათავისუფლოს სინდისის პატიმრები და ჩაანიშნოს ახალი თავისუფალი არჩევნები. მანამდე მისი ყველა ქმედება თუ მოქმედება ნებისმიერი რამ, რასაც ის განახორციელებს, იქნება ლეგიტიმაციის მიღმა. ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები თუ სხვა რამ, იმიტომ რომ ყველა იმ კითხვის, ყველა იმ პრობლემის გადაჭრის გარეშე, რომლის წინაშეც ბოლო წელში დავდექით ამ ქვეყანაში, წარმოუდგენელია რაიმე ტიპის ლეგიტიმური ნაბიჯის გადადგმა მის მიერ. შესაბამისად, ჩვენ ისე ვითხოვთ თავისუფალ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმართა სინდისის პატიმართა გათავისუფლებას, რომლებიც, რა ვიცი, ამ მერამდენი დღეა უკვე იმიტომ დახურეს სასამართლოს ხდომები, რომ რეალურად საზოგადოებამ არ გაიგოს იმ უსუსური პოზიციების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს ხოლმე სასამართლო დარბაზებში, რომლის, რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი ამბავიც მოხდა გუშინ, პირველში ზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, სადაც დაცვის მხარემ ქალბატონმა მაიამ წარიაშვილმა რეალურად ყველა დეტალი, ყველა ის რა ვიცი, ბრალდება თუ სურვილი პროკურატურის წარმოეჩინა დამნაშავედ მზია ამაღლობელი გააცამტვერა და დაშალა და თავიდან აწყო ყველა ის რაღაცა ცრუ ბრალდება, რომელსაც ისინი უყენებენ. შესაბამისად, ჩვენი თანაარსებობა იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც 2012 წლის ხელშეკრულება, რომელიც საზოგადოებას გაუფორმა, რეალურად წინა წელს, 1 წლის წინ, ფაქტობრივად სრულიად დაარღვია, როდესაც მიიტაცა არჩევნები და გამოაცხადა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. შესაბამისად, ჩვენი ერთ ქვეყანაში თანაარსებობა ფიზიკურად შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან. ცოტა ისე ჟღერს შეიძლება ეს სიტყვები ბანდიტური და კრიმინალური დაჯგუფება. აღარ მოუყვები ჩემს პირად ისტორიებს, რა ვიცი, ზვია ცეცხლაძის, ზია ამაღლობელის თავს დაატრიალებულ ამბებზე, ამის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, რატომ უძახი მათ კრიმინალურ დაჯგუფებას, არის ამ რეგიონისთვის ცნობილი რა ვიცი, განსაკუთრებით მტკივნეული თორნიკე რიჟვაძის საკითხი, როდესაც მათ თავიანთ თანაგუნდელს ჩვეულებრივი კრიმინალური სხვადასხვა ტიპის გარჩევები მოუწყვეს და დღემდე ბუნდოვანია კითხვები, რა მოხდა რამოდენიმე კვირის წინ საგარეჯოში. შესაბამისად,
რა ვიცი, თავისუფლება პოლიტპატიმრებს და თავისუფლება ამ ქვეყანას. მადლობა, ციალა ქათამიძეს უსმენდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. ვიმყოფებით ბათუმის ცენტრალურ პარკთან, კოლონადებთან, სადაც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს საპროტესტო მარში არა რუსულ სპეცოპერაციას. მთავარი გზავნილი საპროტესტო მარშის დღეს სწორედ ეს არის და აქ შეკრებილი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ითხოვენ ხელახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას. მოგესალმებით ბატონო გიგი, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით აბა დღევანდელი შეკრების მთავარი გზავნილი რა არის და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხალხი არის ქუჩაში, უკვე 240 დღეზე მეტია და ქართული ოცნება რატომ ვერ იაზრებს რა ხდება მის თავს, ან თუ იაზრებს მისი ქმედებები რამდენად არის ადეკვატური, ან რით შეიძლება აიხსნას. ხალხი ქუჩაში არის, იმიტომ რომ ყველაზე უფრო ძვირფას რამეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენ ქვეყნის შიგნით თავისუფლებას უქმნის საფრთხეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ამაზე დიდი მიზეზი იმისთვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს, გაფართოვდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით ამ კაცის და მისი გარემოცვის ჩამოცილების ძალაუფლებიდან არ არსებობს. ეს აერთიანებს უამრავ ძალიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. რაც შეეხება კითხვას იმაზე, რატო იქცევა რეჟიმი ასე, ამ ღალატის ანატომია შეიძლება ბევრი ვერსია იყოს იმაზე, როგორია ძალაუფლება და ფული ამ თავარი ივანიშვილისთვის და აქედან არ გამომდინარეობს მისი არჩევანი, რომ საქართველოს მტერი მის მოკავშირეთა ირჩია რუსეთი და ძალაუფლების შენარჩუნებას. ამაში ხედავს თუ ბუნებრივი მისი საბჭოთა რუსული მენტალიტეტი ამის გამომწვევი. ეგ არ არის მთავარი არის შედეგი. და შედეგი არის ის, რომ ამ რეჟიმმა და ამ კაცმა ყველა წითელი ხაზი თითქმის გადალახა და მთავარ საკითხში დაუპირისპირდა ჩვენ ქვეყანას მომავლის დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების წართვების საკითხში. ამიტომ ალტერნატივა მათ ჩამოცილება ძალაუფლებიდან არ გააჩნია. ეს არ არის საკმარისი, ამის შემდეგ დიდი სამუშაო იქნება გასატარებელი, რომ ამ ჭაობიდან ქვეყანა ამოვიდეს, მაგრამ აუცილებელი მინიმალური პირობა არის ამ კაცის გაუვნებელყოფა, ანუ ძალაუფლების მისთვის წართვა და ამისთვის დღევანდელ პირობებში ქუჩის პროტესტის, მისი გაფართოების, მისი ყოვლის მომცველობის გარდა გზა არ არსებობს. ამ ეტაპზე ეს ასე არის ნამდვილად. და ორმა პარტიამ ვიცით, ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტა, რომ არჩევნებში შევიდეს და მიიღოს მონაწილეობა. ეს ნაწილიც რომ შეგვიფასოთ, რას მისცემს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ის ყოველჯერზე ცდილობს ლეგიტიმაციის აღიარებას. შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი შეფასება როგორი არის? სამწუხაროდ ეს ძიმე შეცდომაა, როგორიც არ უნდა იყოს შიდა мотиваცია და ამაზე ბევრი იყო საუბარი, მაგრამ აქაც ეს არ არის მთავარი არის შედეგი. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა პოლიტიკური სპექტრის ამ ნაწილს ეს ფუნდამენტური შეცდომა რო არ დაეშვა, ანუ საკუთარი უძალობის განცდის გამო და ეს ყველაზე უფრო ცუდია, ანუ სისუსტიდან მიღებული გადაწყვეტილებაა. საბედნიეროდ ჯერჯერობით მაინც კლიმატი საზოგადოებაში იმ უდიდეს ნაწილში საზოგადოების, რომელსაც ცვლილება უნდა, არის სრულიად ჯანსაღი, ანუ არ აღიარება ამ ფარსის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და გაგრძელება პროტესტის მანამ, სანამ ვითარებას არ გადავტეხავთ, ანუ იმ ვითარებას არ შევქმნით, რომელშიც უკვე შესაძლებელი იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება ან მინიმუმ გარდატეხის მიღწევა, ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა 30 წლის წინ, როცა საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი ეროვნულ მოძრაობამ დაამარცხა, მაშინ ჯერ გარდატეხა მოხდა და მერე ეს გაფორმდა შედეგები საერთო საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებზე და საინტერესოა, რომ პარალელი უფრო ღრმადაც მიდის. ერთ არჩევნებს მაშინ ეროვნულ მოძრაობის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა მარტის არჩევნებს და მიიყვანა ვითარებამ დაამწიფა იქამდე ოქტომბრის 1980 წლის არჩევნებზე, როცა საბჭოთა რუსი კომუნისტები დამარცხდნენ. ჩვენც იგივე გზა გვაქვს გასავლელი და ამ გზაზე ბარიერი არის ის, რომ სპექტრის ნაწილი ასეთ სტარ გაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნების გამოვლინებით და წმენით ეგ ბარიერის გადაილახება და რაც თავარია ივანიშვილის რეჟიმი იქნება დამარცხებული. მადლობა. მადლობა თქვენ. დიახ, ასეთი არის მოსაზრებები, რასაც თქვენ ისმენთ აქ საპროტესტო აქციაზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არა რუსულ სპეცოპერაციას ასე ქვია დღევანდელ საპროტესტო მარშს, რომელიც იწყება ბათუმის ცენტრალური პარკიდან, კოლონადებთან იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ამ შეკრების ასე ვთქვათ, ორგანიზატორები არიან
8 პოლიტიკური პარტია, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პერიოდულად აანონსებენ სხვადასხვა შინაარსის შეკრებას. წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს საპროტესტო მარში და როგორც ხედავ, მგონი უკვე იწყება, რომელსაც ცხადია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მოქალაქეები რამდენიმე ქუჩას მოივლიან და ამ ფორმით საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწვდიან თავიანთ სათქმელს, რაც მათ აქვთ. საპროტესტო ბანერი არის ასეთი არა რუსულ არჩევნებს და ეს არის მთავარი გზავნილი აქ შეკრებილი ადამიანების. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ასევე პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ. აი წუთი-წუთზე იწყება საპროტესტო მარში, რომელიც გაივლის თავდაპირველად მემედ აბაშიძის ქუჩას. მოდით პატიმრების ოჯახის წევრებს გავესაუბროთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. გითხარით, თქვენი სათქმელი რა არის, რა გზავნილი გაქვთ თქვენ ბათუმიდან, რას ეუბნებით ქართულ ოცნებას? ქართველ ხალხს მოუწოდებ ბათუმიდან. არა ჩვენ რუსულ წესებს, არ გავყვეთ ოცნების წესებს. ჩვენი წესებით ვიარსებოთ და ამ გამწარებულ დედების გვერდზე ნამდვილი ქართველები დადგნენ, რომ ჭეშმარიტ საქართველოში ვიცხოვროთ და პატიმრები გულში რო ჩავიკრათ. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, თქვენი სათქმელი რას ეუბნებით ქართულ ოცნებას ბათუმიდან და დღევანდელი საერთო გზავნილი რა არის ამ საზოგადოების, რომელიც გამოვიდა კიდევ ერთხელ ქუჩაზე? გზავნილი არის თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება სასწრაფოდ თავისუფლება ნინო დათაშვილს. მადლობა. აი დაიწყო უკვე საპროტესტო მარში, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს. ცოტა ხნით მცირე პაუზას გავაკეთებ მე, ამიტომ პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ამ წუთებში ბათუმში. ამოდი ესე ვიარ. Tengo.
მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებთ საპროტესტო მარშს, რომელიც ამ წუთებში გადის მემედაბაშიძის ქუჩას, არა რუსულ სპეცოპერაციას, ასე ქვია საპროტესტო მარშს, რომელიც დაიგეგმა 8 პოლიტიკური პარტიის მიერ, ასევე ორგანიზებას ამ პროცესს უწევს სამოქალაქო აქტივიზმი და ქუჩაში გამოსული საზოგადოების მოთხოვნა კვლავ ის არის, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ასევე პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს და ცხადია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნაც. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ დასრულდა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო განხილვა და ბოლო გადაწყვეტილება იქნება ცნობილი 4 აგვისტოს, სადაც მზია ამაღლობელი თავის დასკვნით სიტყვასაც წარმოთქვამს. საპროტესტო მარში შეჩერდა ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციასთან სიმბოლურად სოლიდარობის ნიშნად. რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდებიან ისინი, რომლის შემდგომაც განახლდება უკვე აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა. ცოტა ხნის წინ ბათუმში დაიწყო წვიმა, მაგრამ ეს არ გახდა იმის საფუძველი, რომ საპროტესტო მარში არ შემდგარიყო.
განსაკუთრებით ზაფხულის ბათუმს წვიმა და თითქოს ეს გომეცავას გმართავს. მე არ ვარ დარწმუნებული რომ მზიამდეს ხმა მივა, მაგრამ ხომ ვიცი რომ გზნობს რომ ასეულობით მისი თანამოაზრე, ასეულობით მისი თანაქალაქელი, ასეულობით მასწავლით მოყვარული ამ ქვეყნისა დგას მის რედაქციასთან, ამიტომ თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! და რა თქმა უნდა, თავისუფლება ყველა ღირსეულ, ყველა უდანაშაულოდ დაპყრობილ, შეპყრობილ, დათვალებულ ახალგაზრდას, რომელიც დღეს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის აბსოლუტურად უსამართლო წინასაპატიმრობას. მე არ მაქვს უფლება არ წავიკითხო მათი გვარსახელები, CDC-ის პატიმრების გვარსახელები, პოლიტიკური პატიმრების გვარსახელები, მათი მეტებით განამწი, თქვენ გახართ წინ ადამიანები, რომლებსაც გჯერათ თავისუფალი საქართველოსი. ამიტომ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება მათე დავიძეს! თავისუფლება მათე დავიძეს! თავისუფლება ირაკლი მემინაშვილს! თავისუფლება ირაკლი მემინაშვილს! თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს! თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს! თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება ისა ბალიევს! თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს! თავისუფლება ვებხვია კასრაძეს! თავისუფლება ვასილ კაძევაშვილს! თავისუფლება ონისე ცხადაძეს! თავისუფლება გურამ მირცხულოვას! თავისუფლება ლუკა ჭაბუას! თავისუფლება რუსლან სილაკოვს! თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს! თავისუფლება რევას კიკნაძეს! თავისუფლება გიორგი ტერიშვილს! თავისუფლება დედამიწაზე ყველაზე მომყიმარ ირაკლი ქერაშვილს! თავისუფლება სერგეი გურახჩუკს! თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება ზვიად რატიანს! თავისუფლება ანზორ კვარაცხელიას! თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება თეიმურაზ დასოხაშვილს! თავისუფლება ჩემს თანაქალაქელს აბა ჭიქიას!
თავისუფლება საბას ხვიტარიძეს, თავისუფლება ანატოლი გიგაუშ, თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს, თავისუფლება ფრიდონ ბობუტაიშვილს, თავისუფლება ირაკლი მეღვინეთოხუცეს, თავისუფლება გიორგი გუჯუშვილს, თავისუფლება დავით კოლდას, თავისუფლება გურამ ხუტაშვილს, თავისუფლება დანიელ მუმლაძეს, თავისუფლება არჩილ ბუსელიანს, თავისუფლება დენის კულანდინს, თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს, თავისუფლება საბა მეფარიშვილს, თავისუფლება ომარ ოკნიბელაშვილს მაპატიეთ, თავისუფლება დავით ხომერიქს, თავისუფლება გიორგი ახობაძეს, თავისუფლება ნიკა კაციას, თავისუფლება ანტონ ჩაჩინს, თავისუფლება თედო აბრამოვს, თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას, თავისუფლება ანტონ გრიბულს, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება ზურა გირჩი ჯაფარიძეს, თავისუფლება ნიკა მელიას, თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება ბადრი ჯაფარიძეს, თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს, თავისუფლება გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს, თავისუფლება გივი თარგამაძეს, თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს, თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს, თავისუფლება გიორგი პაპიაშვილს, თავისუფლება საქართველოს, ცეცხლი ოლიგარქიას! თქვენ ახლა ისმენდით პოლიტიკური პატიმრების სახელსა და გვარს, რომელიც ამოიკითხა მალხაზ ჭკადუამ და ამის შემდეგ უკვე განახლდა საპროტესტო მარში, რომელიც მიემართება მემედაბაშიძის ქუჩაზე.
მაგარი გაჭირვები ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით რომ თქვენ უყურებთ საპროტესტო მარშს რომელიც მიმდინარეობს ბათუმში და ეს მსვლელობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მემედაბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო მარშის მთავარი გზავნილი არის რომ არა რუსულ სპეცოპერაციას აქ შეკრებილი საზოგადოება ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს ვინაიდან არჩევნები რომელიც ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს შესაბამისად სადაოა პარლამენტის ეს შემადგენლობაც უკვე 240 დღეზე მეტია რაც საპროტესტო მარში მიმდინარეობს ბათუმსა და საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მათ შორის თბილისშიც სადაც ყოველდღიურ რეჟიმში იკეტება ქვეყნის მთავარი გზა გამზირი და ამ ფორმით საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს იმას, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და მანამ იქნებიან ქუჩაში, ვიდრე ქართული ოცნება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. საპროტესტო მარში სავარაუდოდ მივა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ყოველდღიური უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და სწორედ სიმბოლურად იქ დასრულდება ეს საპროტესტო მარში, სადაც სავარაუდოდ ასევე გაკეთდება განცხადებებიც, რომელსაც პირდაპირ ეთერში მოგასმენინებთ. Don't
სადაც უკვე საპროტესტო მარში მივა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე დასრულდება დღევანდელი შეკრება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ საპროტესტო მარშის მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გათავისუფლება. საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მათ უნდობლობას უცხადებენ. სწორედ ამიტომ არ ნებდებიან ისინი და უკვე 240 დღეზე მეტია, რაც არიან ქუჩაში და ურყევად ითხოვენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობენ, არ აპირებენ სახლებში დაბრუნებას და მანამ იქნებიან ქუჩაში, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნებათ. აი მოვიდა საპროტესტო მარში უკვე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ერთგვარი სიმბოლური იქნება დღევანდელი შეკრებაც. ბოლომდე ასეთი არის შეძახილები ახლა, რასაც ისმენთ პირდაპირ ეთერში და ამ ფორმით შეკრებილი საზოგადოება ამბობს იმას, რომ ბოლომდე აპირებენ ბრძოლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არის ქუჩაში უკვე 240 დღეზე მეტია, ისინი დაანაბებას არ აპირებენ.
კამერის წინ აღარ იაროთ რა ლაივ კადრია. საპროტესტო აქცია ისე არა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერს საპროტესტო მარში უკვე მოვიდა აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობების წინ და ამ ფორმით ისინი სიმბოლურად აქ იმიტომ მოვიდნენ, რომ ყოველდღიურად უკვე 240 დღეზე მეტია, რაც სიმბოლურად იმართება საპროტესტო აქცია. ბოლომდე იძახიან აქ შეკრებილი ადამიანები, რითაც ამბობენ იმას, რომ არაპირებენ სახლებში წასვლას, დაბრუნებას და მათ მოთხოვნებზე ღალატს და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. მთავარი მოთხოვნები რაც არის, ჩვენ ვიცით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი რიგარეში არჩევნების ჩანიშვნა, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ არჩევნები, რომელიც ჩაატარა გასული წლის ოქტომბერში, მათივე თქმით არასახავს საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანს და ამიტომ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს რიგარეშე არჩევნები და ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა და ეს მუხტი არ ქრება ამ საზოგადოებაში და როგორც ამბობენ, მანამ იქნებიან ქუჩაში, ვიდრე ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საყოველთაო პროტესტს ორი პარტია განუდგა, საუბარი არის ოპოზიციურ პარტიებზე, გახარია საქართველოსთვის და ლელო, რომლებიც ღებულობენ ქართული ოცნების არჩევნებში მონაწილეობას. აი, როგორც კი გამოაცხადეს, ცოტა ხანში აქ დაიწყება უკვე სიტყვით გამოსვლები. მაგრამ ეს გაუგებრობა საბოლოოდ უნდა დაუსვათ წერტილი. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი და ბევრი ადამიანის აზრით, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმარი და ამ ქალაქში მისი აღსენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. გაუმართლოს მიშა, გაუმართლოს ყველა პოლიტიკურ პატიმარი და თავისუფლება მათ. ვერცე დაგვიდექი, ერთად დავდგეთ, წინ არ დადგეთ просто.
აი ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძემ გააკეთა განცხადება და აღნიშნა ის, რომ ცხადია ამ მოთხოვნებს უნდა აერთიანებდეს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილიც არის პოლიტიკური პატიმარი და ეს უნდა აღინიშნოს ამ საპროტესტო აქციაზე და ამ ქალაქში და ამით გიორგი კირთაძე გამოეხმაურა იმ გარემოებას, რომ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პატიმრების სახელი და გვარები წაიკითხეს საპროტესტო მარშის მიმდინარეობისას, თუმცა ამ სიაში ვერ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი, რის გამოც ამომრჩეველთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა და სწორედ ამიტომ გიორგი კირთაძემ გადაწყვიტა, რომ მეგაფონის საშუალებით ეს გარემოება აღენიშნა ხმამაღლა. საპოლიციო ძალების მობილიზება შეინიშნება უკვე აჭარის მთავრობის სახლთან. შედარებით მეტი რაოდენობა უკვე გამოვიდა აქ ადგილზე და ჩვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში, რომ უკვე ისინი განლაგდნენ ტროტუარზე, რითაც შექმნეს ერთგვარი ფარდა კედელი, რომ არავინ მიუახლოვდეს მთავრობის ადმინისტრაციას. გამოთქმა ესეთი ფემინისტო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპროტესტო მარში მოვიდა აჭარის მთავრობის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიმბოლურად ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქ ყოველდღიურად შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც უკვე უწყვეტად 240 დღეზე მეტი არაც იმყოფებიან საღამოს 20 საათიდან და ამ ფორმით ისინი ხელს უწყობენ აქციების უწყვეტობას. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს სიტყვით გამოსვლები, როგორც განაცხადეს, უკვე შესაბამისი აპარატურა მონტაჟდება და დააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას უკვე მეგაფონების მეშვეობით. ცოტა ხნის წინ სხვათა შორის გიორგი კირთაძე მეგაფონით გამოვიდა და განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ამ ქალაქში არ იყოს ნახსენები მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისივე თქმით არის პოლიტპატიმარი
და ერთგვარი განაცხენება გამოთქვა იმის შესახებ, რომ არ ახსენეს მიხეილ სააკაშვილი ამ საპროტესტო მარშზე. გარემოება ეხება იმას, რომ ცოტა ხნის წინ წაიკითხეს პოლიტპატიმრების სახელი და გვარები, თუმცა ამ სიაში არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, რის გამოც ცალკე ოფიციალურად აღნიშნეს უკვე ეს გარემოება, რადგან ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრება გამოთქმეს უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია, რომ ასეთ შეკრებებზე არ იყოს ნახსენები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმში საპროტესტო აქციაზე. დღეს შედარებით დიდი რაოდენობით არის საზოგადოება წარმოდგენილი, მათ შორის არიან დედაქალაქიდან ჩამოსული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. უნდა აღინიშნოს ის, რომ როცა დედაქალაქიდან ამ ქალაქში ჩამოდის ვინმე, აუცილებლად მოდის საღამოს საპროტესტო აქციაზე და ამ ფორმით აქ ადგილობრივებს ისინი უცხადებენ სოლიდარობას. ერთი ორი სტატიურები კამერები ცოტა იქით რომ მიკროფონი რომ ქალბატონ ეთერ თურაძეს ხოთ რომ მოვიდეს მიკროფონთან.
ცოტა ხანში უნდა დაიწყოს უკვე სიტყვით გამოსვლები, ახლა ტექნიკური დეტალები ზუსტდება და მე ცხადია პირდაპირ ეთერში მოგესმენინებთ აქ გაკეთებულ განცხადებებს. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო მარში მსვლელობით მოვიდა. მეგობრებო, გთხოვთ მივესალმოთ და გავამხნევოთ გზია ამაღლობელის თანამებრძოლი და მეგობარი ბათუმელების დამფუძნებელი ქალბატონი ეთერ თურაძე. მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან რთულია, როცა ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი ხარ, ამ უსამართლობას ფეხზე დაუდგე. როცა მთელი ინსტიტუციები გებრძვიან, ძალიან რთულია ამას გაუძლო. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ 5 წუთი არ გვეყო. მე მგონი 10 წუთის განმავლობაში თვლი და მახო იმ ადამიანების ჭკადუა, იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც ციხეში დატოსაღებულია და გამომწყდებული არის რეჟიმის საპატიმროებში. ამ ადამიანების სახელები და გვარები ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, სულ უნდა ვიმეორებდეთ, მაგრამ მე ახლა ერთი ადამიანის სახელი და გვარი მინდა გითხრათ. ასევე მე მას შევხვდი აქ აქციაზე რომ მოვდიოდი, ეს არის მეგობრებო ცრუ მოწმე პოლიციელი. ამიტომ მინდა მისი სახელი და გვარიც დავიძახოთ, ის აქ არის სადღაც, ის არის მზია ამაღლობელის საქმეში ცრუ მოწმე. მისი ჩვენების საფუძველზე არის მზია ამაღლობელი პატიმრობაში და ჩვენი ყველა პატიმარი, ვინც არის დღეს დატოსაღებული, პოლიციელების ცრუ ჩვენების საფუძველზე არის დაკავებული. ამიტომ მე ახლა ამ ერთ კონკრეტული ადამიანის სახელსა და გვარს გეტყვით და ძალიან ვთხოვთ, რომ გავიმეოროთ მისი სახელი და გვარი. ეს არის გოჩა ვანაძე, ცრუ მოწმე პოლიციელი, ცრუ მოწმე პოლიციელი, ცრუ მოწმე პოლიციელი. მე მინდა რომ ჩვენ ყველას ეს უნდა გვინდოდეს, რა თქმა უნდა, რომ ეს ცრუ მოწმე პოლიციელები ვამხილოთ, იცოდნენ მათ სოფლებში, მათ ქალაქებში, მათ მეზობლად, მათ ოჯახებში, რომ ეს ადამიანები ჩადიან უკანონობას, უღმერთობას, სისტემის მსახურები არიან და ადამიანების პირად ცხოვრებას თუ ზოგადად ცხოვრებას ჩამრთელობას ანგრევენ, რომ სისტემას აეძლევენ საფუძველს, ბერკეტებს, რომ ადამიანები გამოამწყდნენ საპატიმრო დაწესებულებაში და მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა და როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ უნდა ველოდოთ ამ ადამიანების ჩვენი რა ქვია რეჟიმი კიდევ ბევრ ადამიანის დატყვევებას ეცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ცრუ მოწმე პოლიციელებს არა ცრუ მოწმე პოლიციელებს.
მე დიდხანს არ გავაგზავნებთ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს რეჟიმი, ქალი-ქალია, კაცი-კაციას რეჟიმი, რომელიც დღესაც ლაპარაკობდა იმაზე, რომ იქ რაღაცა 20% თურმე ევროპაში გეი გახდა, იმიტომ რომ ვიღაცები ამას ახალისებენ, ეხლა არ მინდა ამის ზედმეტი ისა ციტირებები მოვახდინო ამ უსახური ადამიანების, მაგრამ ჩვენს იდენტობას ზუსტად ეს რეჟიმი ურტყამს და საფრთხეში აყენებს, იმიტომ რომ კაცები დღეს დგანან და ლაპარაკობენ, ქართველი კაცები, რომ ქალმა ხელი გაარტყა და მას ლოყა გაუწითდა, მას ეტკიდა და ამიტომ ეს ქალი უნდა იყოს საპატიმროში 7 წლით გამომწყდეული. ეს არის ქართველი კაცი, ანუ კაცი-კაცია, ასეთი კაცების ეპოქაში უნდა გვაცხოვრონ. ეს არ არის არც კაცი და არც პოლიციური. ეს არის რეჟიმის მსახური იდენტობა დაკარგული არსებები, რომლებიც მას რეჟიმს ყველაფერი წაართვა. ქართველობაც, კაცობაც, ქალობაც, ყველაფერი წაართვა. და ამას ყველაფრის ზურგს ამაგრებს ქართული სასამართლო. ზიამაღლობელმა ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ ხელისუფლებას შეიძლება არ მოსწონდეს მედია, დამოუკიდებელი მედია, კრიტიკული მედია, მაგრამ ეს არ არის საშიში ჟურნალისტიკისთვის. ჟურნალისტიკისთვის კრიტიკულობა საშიში მაშინ არის, როდესაც რეჟიმს ზურგს უმაგრებს სასამართლო. დღეს ჩვენმა სასამართლომ საშინელი გადაწყვეტილება გამოიტანა, როცა ნინო დათაშვილს იძულებითი ფსიქიატრიულში მოთავსება გადაწყვეტილება გამოუტანა. წარმოუდგენელია, თითქოს გვეჩვენება, რომ ამაზე უარესი არაფერი არ შეიძლება მოხდეს, ხო? მაგრამ აღმოჩნდება, რომ არ ამათი ფანტაზია არ ამოიწურა. ახლა გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს ძალით უნდა ათავსებდნენ ფსიქიკურ დაწესებულებებში. ადამიანებს უნდა ართმევდნენ ოჯახებთან გამომშვიდობის, მშობლებთან ბოლო გამომშვიდობების უფლებას. უნდა ართმევდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ყველაფერი, რადგან მე ხარ ლაპარაკობ, დგას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მე ჩემი ხმას მე საშუალება სამწუხაროდ აღარ მომცეს, ამიტომ დავასრულებ და მოკლედ წინადადებით, რომ თუ არ გვექნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ფსიქიატრიულშიც გამოგვაწყდებენ თვითონ ჩვენგანს. მშობლის დაპირების უფლებასაც არ მოგცემენ, ცრო მოწმედაც გვაქცევენ და წითელ ლოყება ბიჭადაც გვაქცევენ, რომელიც დაგვეკარგა, თუ არ დაგვეკარგა, როგორც არის ქართულ სიმღერაში. შესაბამისად, ვიტყვი ასეთ რამეს, რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს. ეს ყველასათვის საყვარელმა ქალბატონმა თქვა, იცით თქვენ ეს ქალბატონი ვინ არის? მზე ქალაშანიძეს გულისხმობ, რა უნდა ნინო დათაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში, რა უნდა ციხეში ამ ადამიანებს 60 ადამიანი ყავს, სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი და პოლიტიკოსები ყავს გამომწყდეული ციხეებში. წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენ თავს, ამიტომ ამას ჩვენ ვერ შევეგვიებით და ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. დიდი მადლობა. ზია ამაღლობელის ზმიშვილი, ანანა ამაღლობელი. გავამხნევოთ და მივესალმოთ. გამარჯობა. ჩემი მზია უკვე 7 თვეზე მეტია, ფეხზე დგას და ყველა მიცით, რომ არ ჯდება იმ საშინელი პროტესტის განცდის გამო, რომელიც ამ რეჟიმმა თავს დააკეთა. ჩემ მზიას ბრალსდებენ, რომ ის არის მოძალადე, მათ არ იციან ნამდვილად რას ნიშნავს ძალადობა, სადღაც მალე 40 წლის გავხდები და მე ბევრჯერ ვნახე თვითონ მზიაზე როგორ ძალადობდა ნებისმიერი ხელისუფლება. მართლა ძალადობდა ნებისმიერი ძალით და დღეს რეჟიმი ტივის, რომ ვიღაცას ლოყა გაუწითდა მზიას სუბუქი ხელის შემოთათმობაზე. არავის აინტერესებს, ყველა ატრიალებს 2 წამიანი ვიდეოს, როგორ უთათუნებს სათუთ პოლიციას ხელშემი მზია.
არავის არ აინტერესებს რა მოხდა მანამდე, რომ რამოდენიმე მერეგმა პოლიციელმა ფეხქვეშ გაიგდო და ძლივს ფეხზე იდგა, ისეთ ყიოდა მთელი სხეული. და კიდე მისი მეგობრის დასახმარებლად მივიდა. იმდენად მამაცი და ერთგულია ჩემი მზია. იმ პოლიციას გაარკა სილა, ბოდიში პოლიციას არა. საქმით კაცს პოლიციას, რომელსაც არანაირი საქციელი არ ეთყობოდა პოლიციას. ზნედაცემულ კაცს, რომელიც პოლიციას იბრალებდა. მაქსრად იგდებდა ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვალია ყველა მოქალაქე დაიცვას ღირსეულად. მე მინდა ყველას მზია, მამი, შენ გისურვო გამძლეობა, ვერც ერთი რეჟიმი ვერ შეგაშინებს ამის მჯერავს მე და შენი ცოცხალი მაგალითია, რასაც ჩვენ ვუხურებთ. 7 თვეა. მინდა ყველას გისურვოთ გამძლეობა. მე დღეს აღდგავარ როგორც მზიას მიშვილი. მე ვარ მისი გაზრდილი შვილი ვითგოგო და მზიას ყველაზე მეტად უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები. ყველა მისი დარეკილი ზარი იწყება ამით, როგორ ხარ და ცხენი არ დამანახოთ, მაგრად იყავით და ჩვენ ამას ვცდილობთ. მეწონით ძალიან რთულია, რომ ემოციურად ძლიერები ვიყოთ, ჩვენ ყველა თვითმფრინავი პატიმრის ოჯახის წევრი. ვერავინ ვერ გაიგებს. მე ვდგავარ აქ, როგორც ექიმი, როგორც 3 შვილის დედა და ჩემი მოვალეობა მარტო პაციენტების მკურნალობა არ არის. მე მაქვს ვალი და პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე. მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი 3 შვილის წინაშე. მე მინდა რომ ჩემს 3 შვილს ჰქონდეს ნათელი ღირსეული მომავალი. მე მინდა რომ ჩემს პაციენტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი კარგი ჯანდაცვა. მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ღირსეულ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში. გამძლეობა ყველას გისურვებთ, რომ მოგეცეთ ძალა ჩვენს ქვეყანას, ძალა ჩვენ ყველას და ვიბრძოლოთ სანამ შეგვიძლია. მადლობა. ქალბატონი ნარგის ცეცხლაძე დავითაძე, ზვია ცეცხლაძის დედა, ჩვენი თალაქალაქელის მაგარი ბიჭის, ჩვენი თანამებრძოლის ვიესალმოთ და გავამხნევოთ. თავისუფლება ზვიაც! დღეს მზია არის ჩვენი მაგალითი. აი რასაც ვუყურებთ მზიას, როგორ უნდა იყოს სუსტი. ჩვენ ვყავს ერთ-ერთი პოლიციელი გებუაძე, ნაზი არსება სამწუხაროდ, როგორ უნდა დაიცვას თუ ყავს ცოლი და მომავალი შვილი. გებუაძემ მის არ დაბადებულ შვილს ძალიან ცუდი ავტორიტეტი უნდა დაუტოვოს. სირცხვილი ეგეთ პოლიციელს გაიგონებდეთ, კარგი იქნება და გებუაძეს არ ამგონია მის გვერდით, რომ ახლა პოლიციელები არიან და მეგობრები გულის სიღრმეში მისი საქციელი მოწონდეს. ზრუქს უკან ყველა დაქცინის რო იცოდეთ. სამწუხარო ესეთი პოლიციელი რომ ყავს, შელახე პოლიცielis სახელი თქვენ. მზია უფრო ამაყრე ხალხის თვალში და უფრო ძლიერია. ჩვენი შვილებზე როგორც ვიტყვით, ჩემი შვილი ნამდვილად ახლა უნდა ხოდეს გამოცდები დამთავრებული და საზაფხულო არ დადეგებით უნდა წვებოდეს, მაგრამ უსამართლო კობახიძემ ლექტორმა საკუთარ სტუდენტს დებატებში ვერ დაუჯდა და რო უთხრა ზვიადმა მე შენ დაგიმტკიცებ, ეს კანონი არის რუსული, ირაკლის ქონდა არჩევებული ერთი არგუმენტიც არ არისო. ზვიადმა უთხრა რომ 197 გვერდი არგუმენტი მაქვსო და ვერ დაუჯდა დებატებში საკუთარ სტუდენტს. სირცხვილი კობახიძე შენ ხარ ყველაზე დიდი დამნაშავე ამ ქვეყანაში, შენ უნდა იდიდე ციხეში. როგორ შეიძლება ესეთი პატარა ბიჭები გამოკეტო, თან ყოველ კვირაში მოწოდება გქონდეს პოლიციელებზე, რომ დასაძუნეს ბავშვები. ყველა მის გამოსვლაში არის მოწოდება, რომ უნდა დაისაჯონ ეს მართლა პატრიოტი ბავშვები. სირცხვილია ეგეთი მთავრობა რომ ყავს ჩვენ. აი ძალიან სირცხვილი, არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა ასე ძლივს გამოუგლიჯოთ რუსეთს ხელიდან და ასე იოლად და ასე ლანგრით მირთმეული არასდროს ქონია რუსეთს ჩვენი ქვეყანა. აი
დღეს ჭირს ეს ჩვენ. სანამ ცოტა დრო გვაქვს და გადაჭერვის პირაზე, ყველამ ერთად მოვუკიდოთ ხელი და ჩვენი ქვეყანა დავიცნათ ამ დიდ ვერაგი ქვეყნისგან. საერთოებაშია გაუმარჯოს, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ და გავამხნევოთ ყველა სინდისის პატიმრის დედა, რომელიც ჩამოვიდა აქ და შემოუერთდა ჩვენს ბრძოლას. თავიანთი მუხტი, თავიანთი სული და გული ჩამოგვიტანეს. ახლა კი გავამხნევოთ და მივესალმოთ გაბატონი მარის კობახიძე, თორნიკე გოშაძის დედა. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას გეტყვით ყველას აბსოლუტურად, ვისაც კი ერთი ნაბიჯი გადაგიდგიათ ჩვენ გვერდში და ჩვენი პატიმრებისათვის. მადლობა ძალიან დიდი. მივესალმები ბათუმს, ამ ქალაქს, სადაც დაიბადა უნამუსო ადამიანი, რომელიც იყო პოლიციის უფროსი და დღეს ის არის ყველაზე სამარცხვინო ამ ქალაქის მკვიდრი. მივესალმები აუცილებლად მზია ამაღლობელს, ხნეობას უსურვებ, ის აუცილებლად არის რკინის თალი, ჩვენთვის მაგალითი და ყველა პატიმრებისათვის მაგალითი. მივესალმები ყველა პატიმარს აქედან, უსურვებ ჯანმრთელობას, პირველ რიგში გამძლეობას და მათ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არასოდეს არ გავჩერდებით. სანამდისაც ისინი ყველა არ იქნებიან თავისუფლები. ყველა პატიმარი აბსოლუტურად სახელის და გვარის მიუხედავად, ყველა, ვინც ქართულმა ოცნებამ მოაქცია ტყვეობაში. ამიტომ ბიჭებო, გამაგრდით, გოგოებო, იქ თალებიც არიან ძალიან ბევრი. აუცილებლად მივესალმები დათაშვილს და მასაც უსურვებ ხნეობას. ჩვენ არ მივატოვებთ მას, აქედან როცა დავბრუნდებით, აუცილებლად მივალთ იმ საპატიმროსთან, სადაც დათაშვილია და აუცილებლად გავამხნევებთ მას. ეს არის ზუსტად კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ხდებოდა წლების წინ, ხალი რომელიც გამოამწყვდიეს საგიჟეთში და ზუსტად ეს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცეოდა მაშინ ის რეჟიმი. ამიტომ ესენი აუცილებლად დასრულდებიან, აუცილებლად. ძალიან ეგონა ალბათ გებუაძეს, რომ სულ ეკნებოდა ბათუმი ხელში, ეგონა რიჟვაძეს, რომ ბათუმის ის იქნებოდა ბათუმის მამა და მარჩენალი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კი ნახეს რაც დაემართათ და ასე დაემართება ყველას, ვინც გადაუდგება ხალხს, ვინც გადაუდგება პატიმრებს და არ აღიარებს მათ როგორც რეჟიმის ტყვეებს. თურმე არ მოწონს ეს სიტყვა რეჟიმის ტყვეები. დღეს ჩვენი ხელისუფლება ბეშუმში არ ვიცი ქეიფობდა თუ რა შვებოდა. ისინი მიდიან ისეთ ადგილებში და გარშემო უდგას ძალიან დიდი დაცვა. ვერ ჩნდებიან ხალხში და ვერც ვერასოდეს ვერ გამოჩნდებიან. მაგრამ მათ ნახეს, რომ ჩვენი ორი აქტივისტი ორს ხედავდი და ალბათ იყო რამოდენიმე. ჩვენ რო ვწოდნებოდა დედებს, რომ იქ იყვნენ ეს ბავშვები, აუცილებლად დაუდგებოდით გვერდში. მაგრამ სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ გაგვიფრთხილდნენ, იმიტომ არ იცოდა რას იმოქმედებდა იქ ხელისუფლება. ამიტომ არ წაგვიყვანეს და არ გვითხრეს. მივესალმები იმ სტუდენტებს, ძლიერ ბავშვებს, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ და ვერც შეაშინებენ. შიშრები არიან ესენი. მთელი დღე დაგდევენ კუთხში. 10 საათი გუშინ ზია ამაღლობელი ფეხზე მდგომელი იყო. ის ამბობს, რომ ის არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ მას არ დაუმსახურებია. მაგრამ მე ვეტყოდი ზიას, საბრალდებო სკამზე დაჯდება ყველა ის, ვისაც ხელი ურევია თქვენ პატიმრობაში და თქვენ აუცილებლად იქნებით თავისუფლები. აუცილებლად. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით. მე ყოველთვის ცრემლი მომდის მაშინ, როცა ვხედავ თქვენ თანადგომას, როცა ვხედავ როგორ გვიდგეხართ გვერდში. მადლობას გვიხდით ჩვენ და გვეძახით გმირდედებს. არა, ყველანი თქვენ ხართ გმირები ჩვენთან ერთად. ჩვენ იქ ყველა ვერ მოხდებოდით და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ გარეთ და თქვენ უნდა გვედგეთ გვერდში, თქვენ გვაძლიერებთ, თორე მარტო ჩვენ არაფერს ვერ შევძლებდით. მადლობა და მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც დღეს ყველაზე გონივრად აზროვნებს. მე არ ვთვლი, რომ დღეს
ხოცები აზროვნებენ, არა, იმად დარჩათ ტვინი და იმას იქით ისინი ვეღარ მოქმედებენ, რა, სადაც გაეყინათ ტვინი, გაეყინათ მორჩა და თუ ის სიტყვა რომ პოლიციელები თურმე დასჯადი ყოფილა სიტყვა, მე ვიტყვი ხმამაღლა, ყველა პოლიციელი არის მონა ბიძინა ივანიშვილისა, აბსოლუტურად. მე 9 აპრილიდან მოყოლებული პოლიციას ვეღარ დაუძახებ, იმიტომ რომ ისინი მართლა მონებივით იქცევიან. თუ არა და მაშინ დადგნენ ხალხის გვერდზე, როგორც მაშინ ქართული პოლიცია დადგა ქართველი ხალხის გვერდზე, რადგანაც მაშინ იყო რუსის ჯარი და დღეს ყავს რუსის მთავრობა. ამიტომ ისინი ემსახურებიან რუსებს, კი ვხედავთ დღეს ბათუმში სავსე კაფეები რუსებით. ამიტომ იყავით ბატონო და იქეიფეთ რუსებთან ერთად და ქართველი ხალხი შეგიძულებთ სამუდამოდ, დარწმუნებული იყავით ამაში. და კიდევ ერთხელ ბიჭებს მივესალმები აქედან და უსურვებ ყველა პატიმარს მხნეობას და ჯანმრთელობას. გაუძელით აგვისტოს თვეს, რადგანაც ძალიან ცხელა თურმე ციხეებში და ამიტომ როგორღაც გაუძელით. ჩვენც გაუძლებთ თქვენთან ერთად და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არასოდეს არ გავჩერდებით. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ლევან გორგილაძე. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით ბათუმიდან. ადგილიდან სადაც 247 დღე, ისევე როგორც დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში ფეხის მოუწვლელად ვდგავართ, ვაპროტესტებთ და არ ვაპირებთ, რომ ძირითადი მოთხოვნებიდან გადავუხვიოთ. გუშინდელი დღის შემდეგ, გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ არ შემიძლია ჩემი სიტყვა არ დავიწყო ზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის მოკითხვით. მოგესალმებით თანამებრძოლებო სხვადასხვა საკანში ბათუმიდან. ბათუმელების და სრულიად აჭარის სახელით გისურვებთ, რაც შეიძლება მალე თავისუფლებას და გამძლეობას და უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევეხო ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს იმის შემდეგ, რაც უარი ვთქვით პარტიებმა და არა მხოლოდ იმ სიკეთეებზე, რაც გვერგოდა რეალურად. უარი მანდატებს, ჩახსნილი სიები, უარი დაფინანსებას, უარი ეგრეთ წოდებულ კომისიასთან თანამშრომლობას, ამის შემდგომ პატიმრობები და ამის შემდეგ თქვენც, ვინც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში შეხვიდეთ, თქვენც აქ იყავით ჩვენთან ერთად თანმიმდევრულები და ამის შემდეგ, როცა გვესაუბრებით, რომ რაღაც არჩევნებად წოდებულში უნდა შევიდეთ და რაღაც გამოვგლიჯოთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმ არჩევნებში შესვლა, რომლის შედეგებიც ყველა ვიცით წინასწარ, არის უბრალო აბსურდი და საკუთარ თავს უბრალოდ თქვენ უკეთებთ ხარაკირს და აი ადამიანები გაიარეთ ქუჩაში, ესაუბრეთ მომხრეებს, თქვენივე მომხრეებს და მიხვდებით, რომ დიდ შეცდომას უშვებთ. და ბოლოს ასევე საუბარი იმაზე, რომ აქციებმა თავისი თავი მოჭამა, თავისი შესაძლებლობები ამოწურა. არ თანამშრომლობამ შედეგი არ მოიტანა. ასევე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იცით შედეგი რა იყო? შედეგი არის ის სანქციები, რომელიც ყოველდღიურად თავს ეწევა ბიძინა ივანიშვილს და თავის მაღალ ჩინოსნებად წოდებულებს. შედეგი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ერთმანეთის დაჭმაზე არის გადასული და თორნიკე რიჟვაზე აჭარაში რახან ვარ ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ ძირითად მოთხოვნებს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი ახალი არჩევნები. გათავისუფლებიან პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ის ადამიანები, ვინც გადაწყვიტა ამ არჩევნებში შესვლა, საკუთარ თავს ამ გამარჯვებაში ნაკლებად დაინახავენ. ასე რომ გამძლეობა მეგობრებო, თავისუფლება ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ და მრავალგზის თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მადლობა. თემურ გორგაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. მე არა ვარ რაღაცა ეგეთ მიტინგებზე გამომცვლელი ადამიანი.
მაგრამ მინდა დავიწყო მარტივად. 250 დღე არის მე მგონი და 250-ვე დღე ბათუმში იყო უწყვეტი აქცია, აქ დადიოდა ძალიან ბევრი ადამიანი და თქვენი დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს, ბიზნეს თავს და რაც მოხდება მომავალში, ამიტომ თითოეულ თქვენთან გაცინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ არ გატყდით, არ დაგეზარათ და უწყვეტად აგრძელებდით თქვენს საქმეს, რასაც პროტესტი ქვია. როცა მითხრეს, რომ სიტყვით უნდა გამოსულიყავი, ფიქრობდი ხოლმე, რა შეიძლება მეთქვა ისეთი, რაც ადამიანებს შეიძლება აინტერესებდათ და პარალელურად სადღაც საღამოსკენ პოსტიდან დამირეკეს, რომ ზურა ჯაფარიძის წერილია შენ სახელზე გამოგზავნილიო. მეთქი ამაზე კარგს რას ვიტყვი, გადაწყვიტე, რომ ზურას წერილი წამზორი ის მონაკვეთი წამიკითხა, რომელიც არ არის პირადი და არის საჯარო. იწება ესე, რომ იმედია ჩემ ნაწერს გაარჩევო და რა ვიცი, ვარჩევ კარგად. ბოლოს თემო, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვეთ. გამორიცხულია, რომ ამ რუსებმა გაგვარუსონ. სტალინმა ვერ გაარუსა ქართველები და ეს სირები მაგას ვერ მოახერხებენ. არ დაიჯერო, რომ ამ ქვეყანაში რუსი ბევრია. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. უსამართლობა გუგდება და ოდესღაც სადღაც ამოფეთქავს და ეს ხალხი იხულებს. მაგრამ ამ მომენტისთვის მთავარია, რომ ჩვენ მოგვიწევს ცოტა სუსტი წერტილიდან დაწყება თავისუფლებისთვის. მაგრამ არა უშავს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უკან დახევა ანიშნავს სიკვდილს და ჩვენ უფრო დაბლიდან დავიწყებთ. ამასთანავე, ამიტომ ეს ბრძოლა ყოველთვის მუდმივია, თორემ ჩვენ ამიტომაც დავარქვით პარტიას მეტი თავისუფლება, რომ არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ და მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ. არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ, ეს ნიშნავს ამას. ამასთანავე არ გაჩერდება ეს ქვეყანა, ვერ გარუსდება. შეიძლება მორალურად არა ვარ გამართული ხალხი, შეიძლება რაღაცეები გვეშლება, შეიძლება მტრებსა და მოყარებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, მაგრამ ჩვენ გვიყვარს თავისუფლება. გვიყვარს თავისუფლება იმაზე მეტად, ვიდრე რუსებს. გვიყვარს თავისუფლება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ჩვენს გარშემო სხვა რომელიმე საბჭოთა ქვეყანას ყარებია. ამიტომ გჯეროდეთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ და ამ ჭუჭხსაც აუცილებლად მოინელებს ქართველი ხალხი. არა მგონია მე ამაზე კარგი რამე მეთქვა, მინდა რომ ყველა პოლიტპატიმარი მოვიკითხო აქედან და კიდევ ერთხელ მადლობა გადავხადო მზია ამაღლობეს, რომელმაც გააკეთა ის, რაც წესით იმ დღეს იქ ვიძიდებით აქციაზე კაცები, ვისაც ქვია ჩემი საქმე, უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ იქ რაც ხდებოდა იმ დღეს, ეგ არ იყო პოლიციის აქციები, ეგ იყო თითოეული ადამიანის, იქ მდგომი ადამიანის პროტესტის მონაწილეს შეურაცხყოფა, ვიღაცებმა ეს ავიტანეთ, ხოლო ვაჟკაცმა ქალმა ეს ვერ აიტანა და პასუხი გასცა იმას, ვისაც წესით გასაცემი იყო. მადლობა თქვენ. ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან 9-ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9-ჯერ წარედ გავიცინებ. ირაკლი დგებუაძე მე ეს გაკვეთილი გააცდინა ალბათ სავარაუდოდ. იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირ ვაჟკაცებად ვზდიდნენ. და გვასწავლიდნენ რომ ხეს მოვიტეხავდით, ფეხს მოვიტეხავდით, სხვის გავიტეხავდით, ეგ არაფერი არ არის. ასე ვზდიდნენ და ყოველთვის ჩვენ უნდა ყოფილიყავით თვითკრიტიკულები. ასე იყვნენ ჩემი მშობლები და ჩემი მეგობრების მშობლები განწყობილები. სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ყველა სინდისის ტყვეს, ზვია ცეცხლაძეს, ზვია დრატიანს, მადლობა მათ დედებს. დღეს თავისუფლად შეიძლება რომ თითოეული ჩვენგანის დედა მდგარიყო მათ ადგილზე ჩვენი პრინტიანი მაისურით. ამიტომ ისინი ჩვენი თავისუფლების სანაცვლოდ დღეს საკუთარ თავისუფლებას წირავენ და ეს არ არის სადღეგრძელო და ლიტონის სიტყვა. ამას ნათლად გვძლობთ ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ დგავართ აქ ამ წვიმაში ყველანი. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, რა თქმა უნდა, ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო კონკრეტული ერთი ადამიანის პატიმრობა, ეს იყო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, თავისუფალი სიტყვის დაკავება და თავისუფალი სიტყვის არტახებში მოქცევის მცდელობა და ძალიან ბევრმა შეადარა ნაზი შამანაურს მისი საქმე. თუმცა დარწმუნებული ვარ ამაში, რომ დღევანდელი ქოცები ნაზი შამანაურის შესახებ საერთოდ აზრზე არ არიან, ვინ არის და ალბათ დაგუგლეს და აღმოაჩინეს, რომ ვიღაც ჟურნალისტი კი არ დაუკავებია თავის დროზე, მხოლოდ ერთი რეპრესიული მექანიზმი კიდე იყო საბჭოთა კავშირში, ძალით ფსიქიატრიულში გამომწვევა და სწორედ ეს გამოიყენეს ახლა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ და ეს არის რაღაც შუა საუკუნეობრივი მეთოდი, რა ვიცი, საბჭოთა რეპრესიულ მექანიზმზე უფრო მსახრალი და მტარვალი მეთოდი,
ამიტომ სოლიდარობა მას ასევე. რაც ეხება არჩევნებს, ჩვენ ვართ ქალაქი, სადაც პირველად შეიკრა კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ 2021-ში გიორგი კირთაძის ირგვლივ, მაშინ გავერთიანდით 10 პარტია. ამ არჩევნებს აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთო ოდირი, ელჩები, თავისუფალი პრესა, გაცილებით მეტი ორგანიზაცია იყო მაშინ, ადგილობრივი მედია. ამ არჩევნებში იყო გაერთიანებული 10 პარტია და ამ ყველაფრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტური გავიმარჯვეთ მერის არჩევნებშიც და საკრებულოშიც, მეორე ტურში მექანიზმები, ქართული ოცნების გაყალბების მექანიზმები მაინც გამოგლიჯეს ეს მერობა გიორგი კირთაძეს და საკრებულო რომ ვერ გამოგლიჯეს და ვერც ვერავინ მოისყიდეს ადამიანის გარდაცვალების ფასად დაგვიჯდა ჩვენ ამ საკრებულოში გამარჯვება და საბოლოოდ მაინც გაიფორმეს კაცის სიკვდილის ფასად მაინც გაიფორმეს ეს საკრებულო და ამის შემდეგ დღეს ზოგიერთი მაშინდელი ჩვენი თანამებრძოლი შედის ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და გვიმტკიცებს რომ მაშინ როდესაც დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ამ არჩევნებს არ აკვირდებიან სიტყვის თავისუფლება იზღუდება ტელევიზიების ნაწილი დაიხურა ნაწილი ტელევიზიებისა იდევნება ზოგიერთ მედია ორგანიზაციას ინკასო ადევს ზოგან სარედაქციო პოლიტიკა გამწარდა გამკაცრდა იმის ფონზე რომ დღეს გაცილებით უფრო აგრესიულია სუსი და ყველანაირი წვანია განთებული ყველაფერში იმის ფონზე რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ლეგიტიმაციას არ აძლევს ამ არჩევნებს იმის ფონზე რომ პოლიტპატიმრები იმიტომ არიან დღეს ციხეში რომ ისინი არ აღიარებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების ბრძანებას და იგივე არალეგიტიმური ხელისუფლების არჩევნებს მით უმეტეს არალოგიკურად გონია რომ ჩვენ შევუერთდეთ და ვითანამშრომლოთ ამითი რეჟიმთან შესაბამისად ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ყოველგვარ მათემატიკასაც მოკლებულია იმისი გამართლება რომ შეიძლება რამე ქართულ ოცნებას გამოუგლიჯოთ და გვეყოს ხალხო ქართული ოცნების ნასუფრალით ნამცეცებით და გადმოგდებული ლუკმით ყვება არა რუსულ სპეცოპერაციას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს მადლობა თქვენ მეგობრებო რომ ასე დაუყალავთ ხარ არავინ ითქოს რომ მუხტი საქართველოში შენელდა ჩაკვდა არა ეს მუხტი არსად არ გამქრალა ენერგიის მუდმივობის კანონი არსებობს ფიზიკაში ეს მუხტი პირიქით ძალას იკრებდა და ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ამ ყველაფერმა ამოხეთქა და ეს ზვავივით უნდა მოედოს თელ საქართველოს ართანამშვენიება გამარჯვება თავისუფლება მადლობა მეგობრებო ბატონი აკაკი პეტროხიძე მოგესალმებით მეგობრებო ბათუმი არის დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი კარიბჭე თავისუფალ სამყაროსთან დასავლურ სამყაროსთან ჩემი თავობის ხალხს კარგად გახსოვთ ის რაც ახალგაზრდებისთვის შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი იყოს გონიოში და სარფში არათუ რომელიმე სხვა რეგიონიდან ბათუმლებსაც კი არ შეეძლოთ თავისუფლად ჩასვლა იმიტომ რომ ბათუმი იყო საბჭოთა ჩიხი და დღეს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება აპირებს ბათუმი და სრულიად საქართველო დაგვაბრუნოს რუსულ ჩიხში და რუსულ ჭაობში მაგრამ სანამ ესეთი დებები და მათი გაზრდილი შვილები არიან შანსი არ არის რომ მოგვიგონ და შანსი არ არის რომ გაიმარჯვონ ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის ბრალია არა მხოლოდ დღევანდელი პოლიტპატიმრების წინაშე რა თქმა უნდა პირველ რიგში მათ წინაშე მაგრამ ჩვენი მომავლის წინაშე არ შევწყვიტოთ ბრძოლა რათა საქართველოს ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გავიყვანოთ თავისუფალი ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვან წევრად თავისუფლება პოლიტპატიმრებს თავისუფლება სინდისის პატიმრებს გამარჯვება საქართველოს და გამარჯვება აი ასეთ დედებს რომლებიც დღეს აქ გამოვიდნენ დიდი მადლობა ლევონ სალიკიძე მოგესალმებით მიხარია რომ ვარ ბათუმში მიხარია რომ ვარ ბევრნი მიხარია რომ ბრძოლა გრძელდება და მეჩი არ მეპარება რომ ეს ესეც იქნება და დასრულდება ჩვენი გამარჯვება 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ვინც ამ პროცესში შევიდა ყოველგვარი რაღაცა მორიდების გარეშე წავიდა ამ ბრძოლის ღალატზე ჩვენს ღალატზე ვინც ამ თამაში შეყვა ივანიშვილს ენის მოჩლეკვის გარეშე იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ მორალური სიცხადის გარეშე
გამარჯვება იქნება რთული. არ არის საჭირო ზედმეტი მოფერებები. ვინც შეყვება ამ თამაში, ვიწრო პარტიული ინტერესებით გააბუჭა ჩვენი საქმე. გადაუხვია იმ ბრძოლას, რომელიც მიდის ამდენი წელია. და ბოლო ფაზა, რომელიც 26 ოქტომბრიდან დაიწყო და ხედავ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, რომელთა შვილებიც 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ბრძოლის გამო არიან დღეს ციხეში. და არ შეიძლება ამ ყველაფრისთვის სახელის არ დარქმევა. ივანიშვილის რეჟიმს აქვს კონკრეტული კალენდარი. ეს ლეგიტიმაცია რიშვით ჭირდება? კარგი საქმისთვის ჭირდება? ჭირდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაარუსოს. ჭირდება იმისთვის, რასაც 5 აგვისტოს გააკეთებს. რომ თეა წულუკიანის კომისია გამოვა და იტყვის, რომ ომი საქართველოს დაიწყო. 5 აგვისტოს მაშინდელ მთავარსარდალს დასდევს ბრალ სამშობლოს ღალატში. და მორალური სიცხადე იმასაც მოითხოვს, რომ პოლიტპატიმრები ჩვენი გემოვნებით არ ავარჩიოთ. და დღეს ეს იყო ძალიან დიდი ნებსითი თუ უნებლიეთი შეცდომა. მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენება ბათუმში როგორც პოლიტპატიმრად არის ვალდებულება მათ შორის. მე არ ვარჩევ პოლიტპატიმრებს და ყველას უსურვებ თავისუფლებას. ყველას უსურვებ თავისუფლებას. ეს პოლიტპატიმრობა ჩვენი გემოვნებით ნამდვილად არ ყალიბდება. ეს აუცილებლად მინდოდა რომ მეთქვა, რაც შეეხება ჩვენ ბრძოლას. 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი. ქართულ ოცნებას 4 ოქტომბერი უნდა საბოლოო გამარჯვების თარიღად გამოიცხადოს. ჩვენ ქართულ ოცნებას უნდა გამოუცხადოთ, რომ 4 ოქტომბერი იქნება მათი ტრაგედიის თარიღი. როგორ და რანაირად გავაკეთებთ ისე, როგორც ახლა. მეტი აქტიურობა, მეტი პროტესტი 7 აგვისტოსაც ქუჩაში უნდა ვიყოთ. ეს მნიშვნელოვანი 7 აგვისტო მოდის. 31 აგვისტოსაც, 27 სექტემბერსაც, რაც კი ჯანი და ღონი გვაქვს, უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაუდგეს ის ნანატრი ზამთარი, რაც უნდა. და უნდა ამ ქვეყნის გასარჯულება. დიდი მადლობა ყველას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, დიდება საქართველოს. აზა გაბუნია. მოგესალმებით. იმდენი რამ თქვა ჩემმა კოლეგებმა, ფაქტიურად სათქმელი არ დამიტოვეს. თუმცა სათქმელს რა დალევს ჩვენ ქვეყანაში? ზეგ არის მზიას ბოლო დასკვნითი სასამართლო პროცესი და ალბათ ნინო სახელაშვილი გამოიტანს განაჩენს, რომელიც წინასწარ ვიცით რა განაჩენიც იქნება. ამიტომ ჩემ ამ სიტყვას გამოვიყენებ იმისთვის, რაც სასამართლოზე ნინო სახელაშვილისთვის უნდა მეთქვა. ნინო, მოეგე გონს. შეეცადე რომ საქართველოს ისტორიაში ჩაეწერო ოქროს ასოებით და არ დაემორჩილო ქართულ რეჟიმს, ქართულ ოცნებას. შენ იყავი ის მოსამართლე ქალი, რომელიც დაუშვებს პრეცედენტს და არ დააპატიმრებს ქალს, არ გაუშვებს უდანაშაულო მზია ამაღლობელს ციხეში, არ გამოკეტავს თითქმის დაბმავებულ ადამიანს, არ გაწირავს ბოლომდე. შენ შეგიძლია ეს, შენ შეგიძლია შეცვალო ისტორია, შენ შეგიძლია შეცვალო ის განაჩენი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოუტანა მზია ამაღლობელს. და შენ ეს უნდა გააკეთო. შენ გაქვს ეს ძალა, მე მჯერა, ყველა ქალში არის ის რევოლუციური ძალა და შენშიც არის ნინო ეს ძალა. გთხოვთ ჩვენ დაგიდგებით ფარად, მთელი საქართველო დაგიდგებით ფარად და დაგიცავთ ყველგან, თუ შენ ამას გაბედავ და მზიას ორშაბათს გამოუშვებ სასამართლო დარბაზიდან. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო დათაშვილის დღევანდელ სიტუაციას. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, მარგინალიზაცია და მისი უფლებების შერაცხვა. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების პროპაგანდამ იმუშაოს ისე, რომ ამ ქალს უწოდონ გიჟი და ის შერაცხოს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად. ამას ცდილობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხედავს მის მიერ შეკერილი საქმეებით ვერ მოიგო საზოგადოების გული, ეხლა ცდილობს ახალი მექანიზმებით, ახალი მეთოდებით მოუგოს საკუთარ ამომრჩეველს გული და დააჯეროს, რომ გიჟები არიან, შერაცხულები არიან, მოსყიდულები არიან, დიპსტეუთის დაფინანსებულები არიან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმართავ ყველას, ვისაც ხელეწიფება,
პროფესიულ გაერთიანებებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სახალხო დამცველს მართალია განეიტრალებულია ამ ქვეყანაში, მაგრამ ვისი მოვალეობაა რომ დაიცვას დღეს ნინო, იმიტომ რომ მას გამოკეტავენ საგიჟეში, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანის გამოკეტვას შეეცდებიან სისხლის სამართლით, ადმინისტრაციულად ან საგიჟეში გამოკეტავენ. აი რა აქვს ქართულ ოცნებას მიზნად, რომ ყველა გაგვანეიტრალოს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ნინო დღეს ჩვენი დასაცავია. თქვენ უყურებდით პირდაპირ ეთერში აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განცხადებებს, რასაც ისმენთ პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ იმას, რომ საპროტესტო მარში დღეს დაიწყო ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და მსვლელობით მოვიდნენ ადამიანები აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კეთდება როგორც პოლიტიკური განცხადებები, ასევე მოწოდებები. მოთხოვნები არის პატიმრების გათავისუფლება და რიგარიში არჩევნების ჩანიშვნა. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმს, მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.